ბაში რეკორდსაც რომ ხედავთ ახლა ეკრანებზე 0-0-ზე ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ამ კონკრეტულ ასპექტში კრიობაში მოცემული რეკორდი და მას დაუპირისპირდება ძალიან მაგარი ბრძოლა გველოდება. შენ სწორედ აღნიშნე, დავით 60-ზე მეტი ბრძოლა ჩატარებული კიკბოქსინგში არის სოფიო თასის ჩემპიონი. რაც შემიძლია თქვა, ის არის 18 წლის, ბრძოლის 70 კილოგრამს, მის სიმაღლე 153 სანტიმეტრი, წარმოდის კლუბ გიქს თბილისიდან. გახლავთ, ხოლო მისი მეტოქე გიგა ხუფაცარი ასევე K1-ის წარმომადგენელია, მას ზედიზედ 6 მოგების სერია აქვს. 5 წლიდან ვარჯიშობს. And his opponent with black shulcha, Giga Khupatsaria. გამარჯობათ, მე ვარ გიგა ხუფაცარია. ჩხუბობ კრიობას, სადაც ჩატარებული მაქვს 2 ჩხუბი, ორივე გამარჯვებით. 28 მარტს GFC არენაზე ვუბრუნდები ოქტაგონს, ჩემ მესამე ჩხუბს, იდეალურ ფორმაში ვარ, რაც ჩემ წინა ბრძოლაში დავამტკიცე და მე მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ბრუნდები. მივხვდებით ოქტაგონს. გიგას ძალიან დიდი ფანბაზა ყავს და გვესმის მისი ფანბაზის შეძახილი გიგა არის 70 კილო, მისი სიმაღლეა 174, მისი რეკორდია 2-0-ზე. ის წარმოადგენს კრიობაში. დავითიანი, ესა მხოლოდ და მხოლოდ რასაც ეკრანზე ხედავთ, კრიობის რეკორდი 2-0-ზე. და ნახოთ როგორი ბრძოლა გვექნება დღეს. მინდა აღვნიშნო, რომ მებრძოლებს მოაცილებდნენ ტრადიციულ სამოში აკაზმული იქოს ისტორიიდან გადმოსული ქართველი მეომრები და ეს დღევანდელ ატმოსფეროს ძალიან უხდება, კი. ასევე უხდება GFC-ს კრიობას. კრიობა აუცილებლად უხდება ეს ყველაფერი. ეს უკვე სტილისტურად ერთაერი მებრძოლების დაპირისპირება, ორივე ესე რომ ვთქვათ, ჟარგონი ბაზავოი კიკბოქსერებია და ულამაზესი მეჩვენებარება ეს იქნება ულამაზესი ორთაბრძოლა, ნამდვილი მებრძოლების შერკინება. ნახავთ გაცვლებს სტრაიკინგში. Ladies and gentlemen, this is co-main event in Criolla match presented by Member FC. Introducing your first fighter with red shulcha. With a debut in this Criolla discipline, is at 183 centimeters tall, weighs in 70 kilos. Fighting from Tbilisi, Georgia, representing Club Chiki, David Khvidia. And his opponent with black shulcha, with a professional record, 2 wins and no losses. He stands 174 centimeters tall, weighs in 17 kilos. Fighting from Tbilisi, Georgia, representing Club Davidiani, Giga Khupatsaria. And when the action begins, your referee in charge of the octagon, Mr. Shalma Uchmasov. რეფერი იხმობს ახლა ორივე მებრძოლს ოქტაგონის ცენტრისკენ. გაცნობს წესებს. მებრძოლები შეეხნენ ხელთათმანებით ერთმანეთს. და მზად ვართ დავიწყოთ პირველი რაუნდი. გაცვლების სტრაიკინგში. Here we go. მეგობრებო, დაიწყო ესე ნანატრიორთა ბრძოლა, ძალიან დიდი ხანი ველოდებოდი ამ დაპირისპირებას. ხუფაცარიამ აიღო ცენტრი, ეგრევე ოქტაგონის ცენტრი, და ცდილობს რომ მაქსიმალურად ხვიტია უკან გადაადგმევინოს არა ტრადიციულ დგომში დგას ხუფაცარია, მარცხენა დგომი, რაც საკმაოდ რთული დასაჭერია, გამოფრენილი ჯები და კროსი, რაც რევს ორთოდოქს დგომს. ნახოთ როგორ ხვიტია კარგად ტრიალებს ოპონენტის გარშემო. მისი მეცახელია გობლინი და ძალიან საინტერესოა რატომ დაარქვეს.
ბრძოლამდე ორივე მებრძოლს პატივისცემა ეთყობოდა. გაუღიმეს კიდეც ბრძოლამდე ერთმანეთს. თუმცა ეს საერთოდ არ შეუშლის ხელს. და ლამაზია. ყოველთვის პატივისცემა კარგად. კარგი ჰუკი გვერდი მარჯვენა. რაღაც ჯებსა და ჰუკ შორის კი. კარგი ლოუ და კარგად დახვდა. პირდაპირ ხვიტია იდეალურად დახვდა ახლა მის ოპონენტს. პრესავს. ხუფაცარი და ორიანი. ბრავო. ახლა ძალიან საშიჟა იქი იყო. ხუფაცარია შესრულებით, კარგი მცდელობა და ეჭვი არ მეპარება ისევ გაიმეორებს. ახლა უპასუხა. კარგი პასუხი ხვიტიასგან. მარჯვენა ფეხით ჰეტკიკი. ახლა კარგად დაპრესა და რა ლამაზად გაიქცა. ხვიტია. უპაცარი ამაც ახლა ორიანის ნაცვლად შესანიშნავი კლასი ეთყობა. ორიანის ნაცვლად ისევ მარცხენა ლიბერკიკ. კიდევ გაიმეორებს, ეჭვი არ მეპარება. ძალიან კარგი მარცხენა ჰუკი. კარგად გრძნობს ორივე მებრძოლი ოქტაგონს სპინინგ კიკი იქსევ. კარგად მუშაობს მეორე ნომრად. ხვიტია ძალიან კარგად. კი ეს ფრონტ კიკები ტიპის ყოველ ჯერზე გავიდა. დაადგილდება მშვენივრად, რასაც უნდა დაუფასოთ, რაც უნდა დაუფასოთ. კარგი აცილება იყო ისევ. კარგად გაუძრა, იღლისვე შეიძლება გდებაც ვიხილოთ. ამოკეტა ახლა კარგი პოზიცია ქართული ჭიდაობისთვის ძალიან კარგი მომენტია, თუმცა არც ერთი არ ცდილობს რომ პარტერში გადაიყვანონ ეს ბრძოლა. ჩავლება აქვს, რაზეც რეფერი მიუთითებს რომ წესის დარღვევა გალიაზე ჩავლება. თუმცა კრიობისთვის ხომ ძალიან უცნაურია ოქტაგონზე ჩატარებული მატჩი. უფრო პაწარს ვარ მიჩეული. კი. ამიტომაც შეიძლება მებრძოლები ცოტა უშუალო იყოს. ახლა ძალიან კარგად შეუტია. ხუფაცარია და გაცულები ეს რა ხდება. ბრავო, შესანიშნავი. აქტიური ჩხუბი დაიწყო. იდეალური გაცულები ერთისგან და მეორესგან. აი თითქოს აღარ ძვერავენ. ბრავო, ეს რა იყო. ტემპერატურა სასტიკად სწრაფად იმატა ახლა. მოულოდნელი, ალბათ გეგმაში არ შედიოდა. და ეხლა ვნახოთ გამეორება. კარგი დარტყმები გაუტარეს ერთმანეთს მებრძოლებმა. კომბინაციები რაც თავარია და არა უბრალოდ ერთი. ვიხილავთ გამეორებაზე. რა კარგად შეხვდა, რა კარგად გავიდა, ბრავო. მაღალი დონის მებრძოლებთან გვაქვს საქმე, ორივე მებრძოლი კარგად არის მომხდარი. აი ამ კომბინაციის მერე მარცხენა კიკი იყო ძალიან ლამაზი. თითქოს და კომბინაცია დასასრულს მოითხოვდა, მაგრამ გააგრძელა ჰედკიკით და კარგი გასვლები აქვს ხვიტიას, მინდა ვთქვა რომ ორივე მებრძოლი ძალიან კარგად მუშაობს. ალბათ ბიჭებმა იციან ერთმანეთი და ასევე კლუბებმაც. კი, ისე გაუღიმეს ბრძოლის წინ ერთმანეთს, რომ დარწმუნებული ვარ იცნობენ ერთმანეთს და იციან მათი შესაძლებლობები ორივემ. უბრალოდ მე არ მაქვს ლუკა ინფორმაცია ბიჭები შეხვედრილან თუ არა ერთმანეთს K1-ში და აუცილებლად გავაკეთე ეს ბლოკი იყო. ხვიტიამ კარგი ბლოკი დაუხვედრა. ისეთი ძლიერი კიკი იყო, გადის ხოლმე რა ესეთი იდახში მორტყმები თუ სულთან მოხდა. მესამე რაუნდში უკვე აისახება ღვიძლზე. ჰედკიკის ცდელობა ეხლა ისევ ხვიტიასგან. გიგა ჭიკაძე სტილში დარტყმები. კარგად ჯერ გდება არ გვინახავს. და მე მგონი არც ერთი მებრძოლი არ აპირებს საერთოდ ამის გამოყენებას. ნუ გდება ზოგადად ბევრ ძალისხმევას მოითხოვს, საკმაოდ რთული შესრულებელია, რაც დგომში ჩხუბს ართულებს, სუნთქვას რევს და ნუ ცოტა სხვა სფეროა. ორივე მებრძოლი არის სტრაიკერი, თავდამსხმელი, დგომში მებრძოლი და ძალიან კარგად გრძნობენ. დგომს აიხლა ეს ფრონტ კიკი იდეალური. ბრავო. შავი ჩოხა. თითქოს და იდეალური მატჩმეიკინგია. პირველ ნომრად მებრძოლი, ხდება მეორე ნომრად მებრძოლს. მეორე ნომრად მებრძოლს, კი. მეორე ნომრად მებრძოლს. მატჩმეიკინგს მადლობა ესეთი კარგი ჩხუბისთვის. და კლინჩი მუშაობა, თუმცა პასიური მუშაობა ახლა კლინჩი. აი ეს მუხლები ხუფაცარია, თუმცა გააშველა რეფერიმ. თითქოს ცენტრის აღებას ცდილობს ხვიტია. და მან დაიწყო ეხლა შეტევა, ესე ხშირად არ ხდება. მისი შეტევა ყოველთვის ფრონტ კიკით იწყება და
ახლა გადაწყვიტა რომ მარჯვენა პირდაპირ დაეწყო. აი ხა ფეიკის მერე ჰედკი კი იდეალურად იყო. მუხლია ჩვენა და თავში გაუშვა ფეხი, აი ხლა შეხვდა კარგად. შვენიერი აცილება. კარგად გადის ხვიტია მთელი ბრძოლის განმავლობაში. სიამოვნებით ნახავდი მათ დაპირისპირებას ახლა. შეაჩერა. მარცხენა ჰუკი თხუფაცარია. რთულია ესეთ მეორე ნომრად მებრძოლთან. ნამდვილად არ ვისურვებდი ესეთი ბრძოლის მსაჯი ყოფილიყავი და მეთვალა გულები. ძალიან ახლო ბრძოლა. ო! ეს რა იყო? ხუფაცარიას იდეალური კომბინაცია. და ეხლა ერთდროულად თელს დარბაში სიჩუმე ჩამოწვა. ძალიან ლამაზი მომენტი იყო. ამას ალბათ ოპერატორები ამოჭრიან და ცალკე გააშუქებენ. რაუნდის დასრულებას მხოლოდ მაგ მომენტის გამეორებისთვის ვითხოვ. თითქოს ამ დარტყმით ხუფაცარი კიდევ გაიმეორა. პრესავს ხუფაცარია შეიძლება ეხლა გაამწვაოს ხელებით. ფეხი დაუწურდა. უფრო დაცურებას გავდა ეს. ვიდრე არ დარტყმის გამოჩნდა, ჩემგან არ გამოჩნდა, იმედია გამეორებაზე ვნახავდა ერთი სული მაქვს მომენტებს უყურო. ძალიან ძლიერი მეორე რაუნდი ვიხილეთ ახლა მეგობრებო. ფეთქებადი, დინამიური, ყველანაირად დახუძრული ჰაილაიტები. ხუფაცარიას ეს დარტყმა იყო ჭვიანური, იმიტომ რომ ხვიტია ყველა ჯერზე გაეკცა, გავიდა დარტყმებიდან და აქ უბრალოდ შანსი ამოუკეთა, რადგან მარჯვენა მარცხენა მაგარი. ძალიან ლამაზად შესრულებული იყო კიდე ეს. გაიმეორა. და გაიარა თვითონ. ეს იყო მაგამედ შარიპოვის იდეალური დარტყმა, რომელსაც პოპულარიზაცია ასე ვთქვათ MMA სამყაროში მაგამედ შარიპოვმა გაუწია. მადლობა. გაიმეორა შესანიშნავად. კი, ხუფაცარიამ მადლობა ესეთი მაგარი ჭუბისთვის. ნახოთ მესამე რაუნდი. ალბათ გადამწყვეტი კი, გადამწყვეტი რაუნდი. საჯები როგორი თვლიან, იმიტომ რომ ორივე მებრძოლი ძალიან მაგრად მუშაობს. ალბათ ერთით-ერთია რაუნდები, პირველი ხვიტია, მეორე ხუფაცარია, ჩემი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ. მაპატიეთ მეგობრებო, თუ ეკრანიდან ცოტა სხვანაირად ჩანს. კარგად. მარცხენა ჰუკით გახსნა ხვიტიამ ახლა ბრძოლა. კარგად გახსნა მარცხენა ჰუკით, სწორად აღნიშნე. აი ხა კარგი მარცხენა პირდაპირ კი. უკვე მეორედ გაიარა ესეთმა სუფთა ორიანმა. თითქოს და ხუფაცარიამ გდება. სწავლა როდის აპირებს ხოლმე ხვიტია გასვლას. ორივე მებრძოლს ძალიან მაგარი ფაითინგ IQ აქვს, რაზეც მინდა რომ ხაზი გაუსვა. კარგად გრძნობენ მომის და ეხლა კარგად შეხვდა ხუფაცარიას. და ეს ისევ ეს აცილებები ხვიტიასგან. თუმცა ორიანი. კი, ორიანი ყველა ჯერზე ეს ორიანი მუშაობს. თითქოს და ხვიტია მაგ დროს ვერ ახერხებს. ძალიან კარგი სპინინგი. ბრავო. კი, ისევ. გასული თუკი. თითქოს და ორიანის დროს ხვიტია ვერ ახერხებს გვერდზე გასვლას. თითქოს და დაფარულია ეს დარტყმები. კი. ჰაიკიკის მერე ორიანი. ხვიტიასგან ისევ აიღო სათავეები. ხუფაცარიამ. და ახლა ხვიტია გადადის და სპინინგ ჰაიკიკი მე მგონი. გავიდა კი. და ისევ. ახლა იტაყვი. და ჰუკების გაცვლა მიდიოდა აქ. და გასვლის დროს ხუფაცარია ჰედკიკი გაარტყა ხვიტიას. ბრძოლა ისევ დაზაბულია. არც ერთი მებრძოლი არ ფიქრობს დათმობას ამ ჭუბის. ძალიან მიჭირს თქვა რომ მებრძოლს მიყავს ეს ჭუბი. აი ესეთი სანახაობა UFC-შიც სიამოვნებით სანახავი იქნებოდა ხა. მაგარი ჰაიკიკი იყო. მარჯვენა. მესამე რაუნდი გვეგონა რომ გადამწყვეტი იქნებოდა, თუმცა გაგვირთულეს მებრძოლებმა. ძალიან გართულდა. მესამე რაუნდი ახლა ლამაზი გაცვლა. ბრავო. აი ხა მარჯვენა და კარგი კომბინაცია იყო. როგორც კი კომბინაციას იღებს, ხუფაცარია თითქოს და ხვიტიას ავიწყდება მაგ დროს გასვლა. ისევ კლინჩი, ნახოთ თუ იქნება მორიკი გდება.
და რეფერი აშველებს. გააშველა ბოლო 25 წამი. და აი ხუბაცარიას მარჯვენა თვალის ქვეშ. ხედავ ჭრილობა აქ უკვე. ალბათ ის გუსლიდან სპინინგზე იყო, იმაზე მოყვა. და სპინინგზე მოყვა ხუბაცარია. ეხლა ცენტრის აღებაზე მიდის. ბოლო წამები მეგობრებო. ისე მაკრატელას ცდილობდა მარცხენა აიკიკის მცდელობა. გადავიდა შეტევაში ხუბაცარია. ბოლო 7 წამი. და როგორც ჩანს კლინჩით დამთავრდება. და კი, ბრავო ორივე მებრძოლს. გდება დაბლოკა. მადლობა ესეთი სანახაობისთვის. ეს იყო ულამაზესი შოუ. მადლობა ბიჭებს, მადლობა მათ მწვრთნელებს ასეთი კარგი მომზადებისთვის. გეგმის მიხედვით მიდიოდა მთელი 3 რაუნდი და რაღაც ტვინების ომს უფრო გავდა, უფრო ჭადრაკს გავდა შეგვიდრე კრიობის მატჩს და ესეთი შოუები დამეთანხმები, ესეთი ბრძოლა დაამშვენებდა One Championship-ის ოქტაგონსაც კი ნებისმიერ ქარts დაამშვენებდა ეს შოუი GFC-სთან დიდი ბოდიშით, მაგრამ მე მგონი რომ Fight of the Night სანამ საბოლოო ჯგუფს ავნახავთ, ჯერჯერობით ბრძოლა რომელიც Fight of the Night-ზე იწევს არის ეს. მე არ ვიცი ვინ გაიმარჯვა, არც მინდა მოვლენებს გაუსწრო და ჩემი ვარაუდები გამოთქო, მე უბრალოდ არ ამსაჯის, არამედ როგორც გულშემატკივარი ისე უყურებდი ამ შესანიშნავ სანახაობას. ორივე მებრძოლს ყოველ ხელი მაღლა შემთხვევაში უნდა ორივე კონდეს. გამარჯვებულია კი, ჩემს ორივე თვალს. მებრძოლს ხელი მაღლა უნდა კონდეს. მოვუსმინოთ გადაწყვეტილებას. After 3 rounds, we go to the judges' scorecards for decision. The judges call this contest for the winner. And still undefeated, Giga! ულოცავთ Khubacharya! გიგას შესანიშნავი ბრძოლა. ასეთ ბრძოლებს დამარცხებული არ ყავს ჩემი აზრით. რინგზე ისევ გავიგეთ სიტყვები and still. სტილ გულოცავ ორივე მებრძოლს მართლა. ხუბაცარიას რა თქმა უნდა გამარჯვებას, თუმცა ეს ხვიტიას წაგება საერთოდ არ მეტყველებს მის პროფესიონალიზმზე, პროფესიონალიზმზე არაჩვეულებრივ იდეალურად ბრძოლა შეუთავაზა. კიდევ ერთი გამარჯვება შენს რიცხვებს. კვლავ დაუმარცხებელი ხარ, როგორი შეგრძნება? გამარჯობა პირველ რიგში მადლობა უფას მადლობა GFC-ის ორგანიზატორს ბატონ კაბულაშვილს მადლობა ბამბერის ორგანიზატორებს მე ჩემი გუნდის ჩემი წვნელი მამუკაშონიას წყალობით აქვს გავარდა პირდებით რომ პირველი ნომერი გავხდები რა ყველგან და ჩემს სახელს დავტოვებ მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის მადლობა ედო იცი რა მაინტერესებს სანამ შენ სახელს გამოვაცხადებდი მომესმა რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მზადვარო არ იყავი დარწმუნებული გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი ჩემ თავში თუ დარწმუნებული ვარ როცა ვჩხუბობ მაგრამ ყველაფერი უფლისნება და რაც არ უნდა მოხდეს თუ დავმარცხი ყოველთვის ძლიერი დავბრუნდები ეგ ყველა მიცოდეს რა მიულოცოთ გამარჯვებულს გულოცავ გიგა ხუბაცარიას კიდევ ერთხელ ამ ლამაზ გამარჯვებას. მართლაც შემოგთავაზეს ორივე მებრძოლმა ისეთი ჩხუბი, რომელშიც წაგებული ნამდვილად არ არის არც ერთი მებრძოლი. მართლაც რომ Fight of the Night იყო ეს დღევანდელი საღამოსი. ისევ სტილ რჩება მისი რეკორდი, ანუ clean, სუფთა რეკორდით, 0 წაგებით და მადლობა მინდა უთხრა ორივე მებრძოლს ესეთი მაგარი ჩხუბისთვის. მინდა შეგახსენოთ, რომ გიგა ხუბაცარი არის 22 წლის 70